და ესეთი ადამიანები დაურიდებლად რომ ილხენენ თქვენთან ერთად და თავიანთ თავს მასპინძლობენ. დაურიდებლად არ აქვს ძალვა, მოყვასის, ღმერთის და თავის თავს მასპინძლობენ რას ნიშნავს? ღვთისნების გარეშე იმყოფება იქ. ანუ ეზიარება, მაგრამ ღვთისნება არ არის რომ ეს ეზიაროს. გესმით? აი ემას ნიშნავს, ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენ შეიძლება ვეზიარებოდეთ, მაგრამ ღვთისნება ეს არ იყოს. ზოგადად არის ღვთისნება ზიარება, მაგრამ აი მე რომ დღეს ვეზიარები, შეიძლება ეს არ იყოს ღვთისნება. ამის მაგალითები ეკლესიის ისტორიაშიც რამდენია. ხილვებში გამოცხადება მაგალითად, როდესაც იუდას მაგალითი ხო მოგიყვანეთ. და ესე იგი, თან ქრისტეს ხელით ეზიარა არ დაგავიწყეს, ეს გარეგნულად კი არ გარეგნულად ბორკილებს კი არავინ არ დაგადებს. მაგრამ გამოცხადებით ხილვაში მაგალითად ესეთი შემთხვევები რამდენიმე ვიცი მე ეკლესიის ისტორიაში, როდესაც აეხილება რომელიმე სულიერი თვალი და ხედავ შეიძლება 100 კაცი იდგეს, 200 კაცი იდგეს და მე აი ამ გამოცხადებით მიხვდეს რომ აი ამ სხვადასხვანაირად ხდება ეს გამოცხადება, აი ამ თქვა 200 კაციდან სულ 4 კაცი ეზიარა, დანარჩენი არა. ყველა მიიღო, მაგრამ ეზიარა 4 კაცი, ღმერთს ეზიარა 4 კაცი. გესმით? აი ამას ნიშნავს რომ საკუთარ თავს მასპინძლობს, ანუ ღვთისნებით არ არის იქ.